ჩვენ თაობის მაყურებელს განსაკუთრებით უყვარდა და უყვარს დღემდე კინო. და კინოთეატრში სიარული ეს იყო ერთგვარი რიტუალი და აუცილებელი რამ, იმიტომ რომ თუ შეყვარებული იყავი ხო, მით უფრო უნდა წაგეყვანა აუცილებლად შეყვარებული კინოში 30 კაპიკი ღირდა ფილმი, ეს ბილეთი მახსოვს, ვაიმე. ძალიან შორეულ წარსულს. ისე შორეულ წარსულში ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. ნუ ყოველ შემთხვევაში ეს იყო აუცილებელი და ამას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ეხლა რას გვაჩვენებდნენ, ეს მეორე თემა საბჭოთა პრაკატი რა ფილმები შემოქონდა, მათ შორის იყო რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო ფილმები, თუმცა დაჩეხილი და კოპიურებით. მაგრამ მე რას მინდა ხაზი გავუსვა, რომ კინოსამყარო ჩვენთვის იყო ძალიან ნიშნულოვანი არეალი იმისათვის, რომ თუნდაც რა ჩაგვეცვა და მახსოვს დედაჩემი იხსენებდა, რომ ჭრიჭინა რომ გამოვიდა, ყველამ შევიკერეთ ის კაბა, რომელიც მარინე ფერაძეს ერცვა. ხო, მაშინ ესეთი მოდის ჩვენებები არ იყო, რომელიც სიუჟეტიც ჩვენ ახლა ვნახეთ, მაგრამ კინო იყო ძალიან ნიშნულოვანი, არა მარტო გასართობი, არამედ შემეცნებითი, სასიყვარულო და ყველანაირი არეალი, რომელსაც იგი მოიცავდა განსაკუთრებით უკანა რიგებში მსხდომი შეყვარებული ადამიანებისთვის. რატო საუბრობ ახლა მე ამას, იმიტომ რომ დაიკარგა ტრადიცია ჩვენს, მე მაგალითად ზაფხულში რომ ვისვენებდი ხოლმე სხვადასხვა რაიონში, თქვა სვანეთში იყო ეს თუ იმერეთში, აუცილებლად მივდიოდი საზაფხულო კინოთეატრებში და კინოს ჩვენება, კინოთეატრის გარემოში იყო ძალიან მნიშვნელოვანი. რა ფილმიც არ უნდა ყოფილიყო. დღეს ჩვენ გადავედით ციფრულ სამყაროში და ბუნებრივია რომ ამ ციფრულ სამყაროში უფრო მეტად აი ამ გაჯეტებში ვუყურებთ ხოლმე ფილმებს, სერიალებს და ზოგიერთ შემთხვევაში ტელევიზორში. მაგრამ აი ახლა ახალი პროექტი იწყება, რომელიც გულისხმობს, რომ კინო დაბრუნდეს რეგიონებში, რაიონებში და ქართული ფილმები არა მხოლოდ იყოს წარმოდგენილი მათ წინაშე, არამედ იმ ადამიანებსაც შეახვედრონ, რომლებმაც ამ ფილმზე იმუშავეს და შექმნეს. ეს ძალიან კარგი პროექტია და საერთოდ მე მივესალმები იმას, რომ დედაქალაქიდან კულტურა თანდათანობით გავიდეს საქართველოს თბილისის ფარგლებს გარეთ და მოიცვას მთელი საქართველო. ბევრი პროექტი კეთდება ასეთი და ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც დღეს ჩვენ ვისაუბრებთ და ამისათვის შევაწუხეთ ჩვენი არაჩვეულებრივი ლანა კიკნაძე, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია ამ პროექტის ხელმძღვანელი კინო მოგზაური, ასე ქვია, ხო, როგორც მე ვიცი და იწყებს ქართული კინო მოგზაურობას დავიწყებულ მოგზაურობას და ადრე მოგზაურობდა, ეხლა კვლავ განაახლებს ამ მოგზაურობას, მე გულისხმობ ჩემ ახალგაზრდობას, დაიწყეს მოგზაურობას საქართველოს სხვადასხვა 4 ქალაქში. ჯერჯერობით 4 ქალაქი არის. თელავი, ახალციხე, გორი და ზუგდიდი. გორი და ზუგდიდი. მოგესალმებით. ღემშვიდობისა ლანა, მოგესალმებით. ამ საინტერესო პროექტზე სასაუბროთ, დარწმუნებული ვარ, ვინც ეხლა ჩვენ გვიყურებს ამ 4 ქალაქში, მათ განსაკუთრებით აინტერესებთ, რას ჩაიტანთ. როდიდან წახვალთ და რითი გაახარებთ იქ კინოს მოყვარულებს. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს დაპატიჟებისთვის. თქვენ სწორად აღნიშნეთ, 25 აპრილს იწყება პროექტი კინომოგზაური, რომელიც პირველ ეტაპზე 4 რეგიონში მოგზაურებს. ეს რეგიონებია თელავი, ახალციხე, გორი და ზუგდიდი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სულ რამდენიმე დღეში უკვე ჩვენ ვიწყებთ მოგზაურობას. პირველი გაჩერება იქნება თელავი, სადაც ჩვენ ვაჩვენებთ კულტურის ცენტრში 19 საათზე გიორგიოვაშვილის ფილმს „გაღმა ნაპირი“ და თქვენ წარდგენისას აღნიშნეთ, რომ ამ პროექტს გამოარჩევს, მოდი ასე ვიტყვი, ის კომპონენტი, რომ ფილმის ჩვენების შემდეგ დამსწრე ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ ფილმის შემქმნელებს. პირველი ეპიზოდი, როგორც გითხარით, არის „გაღმა ნაპირი“ 2 მაისს კინომოგზაური კვლავ ჩავა თელავში და ამჯერად ქალი რეჟისორის, თქვენთვის ძალიან საყვარელი მარიამ ხაჭვანის ფილმის „დედეს“ ჩვენებას მოვაწყობთ. მე მარიამს მადლობას ვუხდი, რომ ზაობა გამოთქვა და ასე აპირებთ ჩვენთან იმოგზაუროს და იმ სამიზნე აუდიტორიას შეხვდეს, რომელიც დახვდება ქალაქ თელავში. აქვე ძალიან დიდ მადლობას გადაუხდი ყველა იმ მუნიციპალიტეტის მერს, რომელმაც ჩემს ინიციატივას მალევე დაუჭირა მხარი და უზრუნველყო სივრცეები და ტექნიკური აღჭურვილობა. ძალიან დიდი მადლობა საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს, კულტურის სამინისტროს, შემოქმედებით საქართველოს, რომლის მხარდაჭერითაც ხორციელდება ეს პროექტი. შემდეგი გაჩერება თელავის მერე ჩვენ ჩავალთ ახალციხეში. ახალციხეში ნაჩვენები იქნება ახალი ქართული ფილმი „კიაროს კურო“, ალეკო ცაბაძე არის ფილმის რეჟისორი და ბატონი
ალეკოც თავის მრავალწლიან მოღვაწეობას კინოში გაუზიარებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ უხვად იქნებიან. შემდეგ ჩვენ ვაჩვენებთ ახალგაზრდები იქნებიან. სამიზნე აუდიტორია. აი ნახეთ, სამიზნე აუდიტორია ამ პროექტის ეს არის. თუმცა მსურველი თუ იქნება დიდი სიამოვნებით ვუმასპინძლებ. ანუ ახო რეგისტრაცია რომელიც მიმდინარეობს რა? დასწრება არის თავისუფალი, ეს არ არის კომერციული პროექტი. არც ერთი კაპიკი არ ღირს ბატონო გოგა. თავარია 30 კაპიკი არ ღირს. თავარი სურვილია და ჩვენ ყველას ველოდებით. პირიქით ძალიან გაგვახარებს თუ იქნებიან სხვა მსურველები, სხვა საკობრივი. დიახ, სხვა არის კი ბატონო მსურველები. ქეთი დოლიძეზე გავჩერდი და მისი კუკარაჩა იქნება ნაჩვენები. შეიძლება ახლა ჩვენს მაყურებელს გაუჩნდეს შეკითხვა, რომ აი ვის შეიძლება არ ქონდეს კუკარაჩა ნანახი ან ელდარ შენგელაიას შერეკილები, ეს ჩვენი კინოშედევრია, რომელიც ჩვენ თაობას ნამდვილად უყვარს იცის, მაგრამ ბატონო გოგა, ჩემი შვილის თაობას სამწუხაროდ, აი როცა ქართულ კინოკლასიკაზე ვესაუბრები, არ იციან. მეც აი ჩემს შვილს ძალით ვაჩვენე რამდენიმე კინოში ქართული შედევრი. შეიძლება ინსპირაცია იყო. ეს ხა შეიძლება გაბრაზდეს ჩემი შვილი ამას ესე ხმამაღლო, მაგრამ არის ეს პრობლემა და პრობლემა როცა არსებობს, უნდა ამაზე ვისაუბროთ. ქეთი დოლიძის შემდეგ ჩვენ მოგზაურობას გავაგრძელებთ ქალაქ გორში. აქ კი 23 მაისს კულტურის ცენტრში ნაჩვენები იქნება მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი დიდი მწვანებელი. ბატონ მერაბს განსაკუთრებული მადლობა, იმიტომ რომ როგორც კი მოვუყევი პროექტის შესახებ, აი წამის მიასაჩი მითხრა პასუხი და თანხმობა დაბარა ახალგაზრდებს შევხვდები და აუცილებლად და გაესაუბრება და დარწმუნებული ვარ ერთ-ერთი დაუვიწყარი მასტერკლასი. ანუ ყველა საღამო ასე სრულდება როგორც ვიხდი, ხო? ჩვენების შემდეგ აუცილებლად კი კინოინდუსტრიაში მოღვაწე სხვადასხვა, ესე იგი, პერსონა შეხვდება დამსწრე მაყურებელს. შემდეგი გაჩერება ისევ გორშია, ისევ კულტურის ცენტრში, 19 საათზე იქნება ყველა რეგიონში ჩვენებები და მოინიშნეთ ეს აუცილებლად. ეს არის ფილმი პრეზიდენტი და ამ შემთხვევაში უკვე კინოპროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა იქნება ამ ეპიზოდის სტუმარი და ვოვა ძალიან საინტერესოდ განიხილავს იმ კადრს მიღმა მოსამზადებელ პერიოდს ფილმის და ზოგადად ფილმების შექმნისა. დასკვნით ეტაპზე კი ჩვენ ვიმოგზაურებთ დიდებულ ზუგდიდში. ზუგდიდში იქნება სწორედ ნაჩვენები ელდარ შენგელაიას ფილმის შერეკილები. აქვე ქალბატონ ნელის მადლობას გადავხდი, რათა უფლება მისცა ჩემს პროექტს, რომ ამ პროექტის ფარგლებში გვეჩვენებინა ეს ფილმი. და ფილმს განიხილავს ქალბატონი ქეთევან ტრაპაიძე კინომცოდნე და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი კითხვა და პასუხი გაჟღერდება. ძალიან ხშირი სტუმარია ჩვენი გადაცემის და ძალიან საინტერესო მოსაუბრე და პროფესიონალი. დასკვნით დღეს 13 ივნისს შინდისის გმირებს ვაჩვენებთ, ახლა გადის კადრში ამ ფილმის და იდეის ავტორი, შემქმნელი სული და გული ამ პროექტის ედმონდ მინაშვილი. ნუ ძალიან დიდი, რა თქმა უნდა, გუნდია ფილმზე მომუშავე, მაგრამ ედმონდი იქნება დასკვნით დღეს ამ პროექტის სტუმარი, ახალგაზრდა ნიჭიერი მსახიობი, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი გახლავთ, რომელმაც ასეთ კი ვიცით თემატიკა, რაზეც არის ეს ფილმი. შინდისის გმირები, რომელზეც ისტორიები, აი კარდაკარ, ნამდვილი გმირებისგან, გარდაცვლილი ოჯახის გმირებისგან ეპიზოდები შეკრიბა და ასე დიდებულად მოიტანეს მოკლედ ეს ფილმი ჩვენ. ლანა, რა პრინციპით შეერჩიეთ ეს ქალაქები? რატომ კონკრეტულად ეს 4 ქალაქი და მოგვიანებით ალბათ გეოგრაფიაც გაიზრდება? რა საკვირველია, ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ მთელ საქართველოში, ყველა ქალაქში და სოფელში ჩავიდეთ, მოვაწყოთ არა მარტო დახურული უკვე ღია, მდელოზე, არაჩვეულებრივ ბუნებაში, პატარა მინი კინოთეატრები. ხო, ეს მაინტერესებდა, როგორ სივრცეში იქნება ეს ყველა. პირველ ეტაპზე
მხოლოდ დახურულ ოღონდ კინო, სივრცეებს. ასე ვთქვათ, კი, ბატონო. დიდ ეკრანზე იქნება. დიახ, რასაკვირველია. რეგიონის ინფრასტრუქტურა რამდენად არის მზად ამ ყველაფრის? საწყის ეტაპზე ურთიერთშეთანხმების ფარგლებში ერთმანეთის მოთხოვნები დავაკმაყოფილეთ ამ ეტაპზე. მე როგორც აღნიშნე, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ უკვე გარეთ გავიტანო ეს ჩვენებები და იმედია ეს ზრდას და განვითარებას მოყვება შემდეგ საფეხურზე. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ თვითონ ყველა მონაწილე აი ძალიან დიდი სიხარულით და ინიციატივით ღებულობს მონაწილეობას, რისთვისაც ყველა მათგანს მადლობას ვუხდი. მადლობების სია ძალიან დიდია ბატონო გოგა, მაგრამ მოდი ახლა თავს შევიკავებ, რათა ვინმე არ გამომრჩეს. ლანა, მასტერკლასებზე მინდა მოვასწროთ საუბარი. ვიცი, რომ პროექტის ფარგლებში ჩატარდება სხვადასხვა სახის მასტერკლასები. რა მასტერკლასებზეა საუბარი, რომ იცოდეს რეგიონის მაყურებელმა სად მოდის და რას დაესწრება? კი ბატონო, რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ გაცნობიტი სახე იქნება და ყველა პერსონაჟს წარვადგენთ, მის ბიოგრაფიის შესახებ ვისაუბრებთ, დისკუსია იქნება, ახალ თაობას შეიძლება მათ შორის ძველსაც თუ გვესტუმრებიან ჩაერთონ, კითხვები დასვან და შეიძლება მომავალში მივიღოთ ეს პროექტი ზოგიერთი ახალგაზრდისთვის ინსპირაციად და აირჩიონ პროფესიად კინოც და კინოინდუსტრიაში დაინახონ საკუთარი თავი. ძირითადად თემები იქნება აი ამ ყველაფრის ირგვლივ. იცით რა მაინტერესებს ერთია როდესაც ჩვენ ვთქვათ ჩაგვაქვს გარკვეული ტიპის ფილმები და მეორეა გამოკვლევა იმისა ამ შემთხვევაში თვითონ აუდიტორიის თუ მათ რა რისი ნახვა სურთ. ეხლა თქვენ დაიწყეთ საუბარი მართლაც კინოკლასიკაზე, რომელიც გარკვეული ახლა დიდი მწვანებელი იქნება ეს თუ შერეკილები, ნამდვილად ქართული კინოკლასიკაა. მაგრამ თუ ჩვენ საზოგადოებას გამოვიკვლევთ და ვკითხავთ თვითონ ცხოვრებ ადამიანებს, მათ შეიძლება ქონდეთ გარკვეული სურვილები უფრო თანამედროვე კინოს გაცნობის, იმიტომ რომ ტელევიზიები უფრო ხშირად აჩვენებენ ხოლმე აი ამ კინოკლასიკას მეტნაკლებად, მაგრამ ნაკლებად არის წვდომა, აი როგორც ახლა ვთქვით, აი ამ ახალ ქართულ კინოზე, რომელიც იშვიათად შეიძლება რომ იყოს მათი, ასე ვთქვათ, ინტერესის სფეროში და დაკმაყოფილდეს, იყოს სპიდესფეროში და ვერ დაკმაყოფილდეს. რას გულისხმობ? თუ არის საშუალება, რომ ახალგაზრდა კინემატოგრაფი, როგორც უშუალოდ მოგცათ მერაბ კოშაშმა თავისი ფილმი საჩვენებლად, ახალგაზრდა კინემატოგრაფისტები ასე მოგცემენ ამ ფილმებს, რომ ჩვენ ვაჩვენოთ მათ. ამ ეტაპზე ვისთანაც გქონდა ბატონო გოგა მოლაპარაკება უარი არავის არ თქვა. ჩემგან რაღაცა ძალიან ანუ ეს ფილმები თქვენ შეარჩიეთ საწყის ეტაპზე ეს ასე იყო მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, აი ზუსტად იმ სამიზნე აუდიტორიის გათვალისწინებით და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მათი ხმა და მათი ინტერესები, რომელსაც ჩვენი პროექტი აუცილებლად გაითვალისწინებს. სამომავლოდ მინდა რომ ეს სამიზნე აუდიტორია გაიზარდოს და ქართული ანიმაციაც შევიტანო ამ პროექტში და უკვე პატარებიც მოვიდნენ დაესწრო ნახონ, იმიტომ რომ ძალიან ჩემთვის გამორჩეულად საყვარელია. დღესაც შემიძლია დავჯდე და ვუყურო ჩხიკვთა ქორწილს. ნამდვილად მეც და ჩემს შვილსაც სხვათა შორის რომელიც პატარა იყო ჩხიკვთა ქორწილს სიამოვნებით უყურებდა. ქართული ანიმაცია ძალიან მიმზიდველი. ბევრი მათგანი გაციფრულებულია. ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ უკვე ფერადი მათთვის გასაგებენაზე. ხო, რა თქმა უნდა, ვაჩვენოთ. და ალბათ არ იქნება ორიგო, რომ ვაჩვენოთ დოკუმენტალისტიკაც, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი ქართული დოკუმენტური კინო გვაქვს და ქართული დოკუმენტური კინო ძალიან დიდი შემეცნებითი ხასიათისაც არის და ვფიქრობ, რომ აი ესეთი საგანმანათლებლო შემეცნებითი კუთხით ძალიან დიდ ნაბიჯს გადავდგავთ თუ დოკუმენტურ კინოსაც მხატვრულთან ერთად ჩავიტანთ, ვფიქრობ, რომ ესეც არ იქნება ორიგო. აბსოლუტურად გეთანხმებით, ძალიან საინტერესო იქნება ესეც, იმიტომ რომ მე მახსოვს რამდენი საინტერესო ფილმია შექმნილი დოკუმენტური მათ შორის ქართულ სპორტზე, რაც დიდი ინტერესს გამოიწვევს ნამდვილად მოსახლეობაში, იმიტომ რომ მართლაც არაჩვეულებრივი ფილმები გვაქვს იგივე დონა გაფრინდაშვილზე, რომელიც ჭადრაკის დედოფალია და მშვენიერი ეპოქა შექმნა მსოფლიო ჭადრაკში და ქართველი არის სიამაყეა და ეხლა უნდა გითხრათ იმასთან დაკავშირებით, რომ ნანა ალექსანდრიაზე ეს არაჩვეულებრივი ფილმებია და აი ნანა ალექსანდრიას, დონა გაფრინდაშვილის აი ამ ჩვენი ჩემპიონების ძალიან ცნობილი მწვრთნელი გახდათ ბატონი ელიზბარ ობილავა.
და არა მარტო ამათი კიდევ მისი გაზრდილი მის მან იმუშავა მსოფლიო ჩემპიონ ვაჟებს შორის ანანთან ეს ცნობილი მსოფლიო ჩემპიონი ინდოელი და ეს ადამიანი მრავალი წელია მოღვაწეობს ესპანეთში სხვათა შორის და იმდენად წარმატებულია მისი მოღვაწეობა ესპანეთში რომ 26 აპრილს აი მადრიდში უნდა გაიმართოს დიდაქტიკაში ესეთ სპორტული კლუბია მისი სახელობის ტურნირი აი ნახეთ რამხელა ამბავია ეს ჩვენთვის და მე ვფიქრობ რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გავიგოთ როგორ ჩატარდება ეს ტურნირი და სად არის და რას აკეთებს ეს არაჩვეულებრივი მართლაც ლეგენდარული მწვრთნელი იმიტომ რომ თვითონ წარმატებული სპორტსმენი იყო მაგრამ უფრო წარმატებული აღმოჩნდა როგორც მწვრთნელი და ხა მოგეხსენებათ რომ მწვრთნელზე ყველაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული სპორტსმენის წარმატებაში და ის კი არ ჩანს თითქოს მაგრამ ის უხილავი არის სწორედ რომელიც მე ხილულს ხდის თავის ასე ვთქვათ კარგი გაგებით პროდუქტს რომელთანაც ის მუშაობს და მე თქვენ დაგემშვიდობებით მაგრამ მინდა რომ ერთად ვნახოთ ახლა ჩვენ სწორედ მოვისმინოთ იმ აი ამ ტურნირის ორგანიზატორის მხატვარ სოფო ფარჯიანისა და თავად მოვუსმინოთ ბატონ ელიზბარ უბილავას რომელიც ამ ტურნირის შესახებ მოგვიყვებია თქვენ დიდი მადლობა მადლობა თქვენ წარმატებები